სერკან გაჩერდი, რას აკეთებ? ბებიას გამო ისედაც ვერ მუშაობ, სტრესის გამო გთხოვ? ვარაუდობდი. ამიტომ წყალი მოგიტანე და შიგნით ლიმონი ჩავაწურე. რადგან თავის დროზე ყველაზე ლამაზი. ყველაზე ჭკვიანი ქალი, რომელიც დღევანდელ დღემდე ყველაზე მეტად მომწონდა. ამბობდა, რომ ლიმონი სტრესს ამცირებს. დაყნოსე. რატომ? დაყნოსე. ლიმონი სტრესს ამცირებს. მადლობა. არაფრის. და კიდევ შეხედე? მამამ შეტყობინება გამომიგზავნა. რა მოგწერა? ის რომ ფიქრები უნდა დაალაგოს. როგორც კი ყველაფერს მოაგვარებს, ვილაპარაკებთ. რა მშვენიერია, დავწყნარდი. რა მშვენიერია, წყლის დალების გარეშე დაწყნარდი. შენთან კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს. სიმართლე რომ გითხრა, შენს გარეშე ვერ მოვაგვარებ. მინდა გუნდს საჩუქრები უყიდო. შენ? დიახ. შენით? მე ვიცვლები. ამიტომ ერთად ვიყიდით და მას შენაარჩევ. მაგრამ ვერ გავალთ, ბებიას დავუძახე, რამდენიმე საათში მოვა. 2 საათში მოვა. დაივიწყე. მოდი. კარგი. მიდი. ისე მომნე ქალბატონო ედა. მალე როცა სერკანთან ერთად გამოვალ, თვალს გამოგვაყოლებ. სად გავიჭედე? ნეტავს სად გავიჭედე? საყვარელო იქნებ ჩემი მანქანა შევცვალო და ოჯახური ვიყიდო. მალე ერთი ოჯახი გავხდებით. ჩვენებს ერთმანეთს როდის გავაცნობთ? შენები გაწვებიან როგორც ჩანს. არა საყვარელო, მაგრამ მინდა რომ მალე დამეგობრდნენ. ისე რომ არ იყოს როგორც ფიქრობ? როგორ? არ ვიცი. თუ იმას შეეჯახები, რასაც საერთოდ არ ელოდი. მაგალითად? გეკითხები ყველაფრის მიუხედავად, ისევ თუ გეყვარები ენგენ. საყვარელო, თუ შენი გარემოცვა უცხო პლანეტელები არიან, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს რატომ გითხე? ვერ მივხვდი. არ ვიცი. უცბად მომივიდა თავში და მაინტერესა. ამიტომაც გკითხე. შენ ჩემი ჟღალი და გიზგიზა გოგონა ხარ. ნუ თუ შენ სიყვარულს შევწყვეტ. აბა მითხარი. მოდი აქ. პირდები? პირდები. შაქარი? მარილი? ავიღე. შაქარიც მჭირდება. შაქარი. ბატონო ფერით, თუნებას მომცემ, შაქარს ავიღებ. მაბადია ლეილა, ვერ შემომჩნე რომ მოხდი. წარმატებები. ლეილა, ასე რატომ გაბრაზდა? რაღაცაზე ფიქრობდი და ვერ შემომჩნიე. არაზე ფიქრობდი? შენზე. ძალიან მძაფრად გამოვიდა, ბოდის ვიხდი. ჩემი აზრით ახლა ჩვენთვის ახალი დასაწყისია საჭირო. ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ. ახალი დასაწყისი? ახლიდან გავეცნოთ. ახლიდან გავეცნოთ? როგორ გავეცნოთ? მოიცადე ერთი აზრი მაქვს. დოსია იღე, კარგი? ახლა შებრუნდი. შევბრუნდე? ოჰო, შებრუნდი. კარგი, მაგრამ რატომ შევბრუნდე? კარგი, სამთვალზე. ჩემსგან უხეშად მომტრიალდები, კარგი? აბა მზად ხარ? მზად ვარ. 1, 2, 3. ბოდის გიხდი, ვერ შეგამჩნიეთ, მაპატიეთ. მაპატიეთ. ბოდის გიხდით. ბოდირს მე გიხდით. მართლა მე ფირითი ვარ. მე ჯერენი ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. აქ მუშაობ? შეიძლება ასე ითქვას, საქმესთვის მოვდივარ. მშვენიერია, ალბათ კიდევ შევხვდებით, არა? შევხვდებით. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც. ბატონო სერკან, ქალბატონი სემი ხადაბრუნდა. გარშემო ისა დადის თითქოს მებრძოლი იყოს. გავიგე ლეილა, მოდი ასაერე. და კიდევ ლეილა.
შეგიძლია რომ ქურთუკი ქიმწმენდაში გააგზავნო. სამწუხაროდ ედამ ცოტა ყავა დააქცია და ოდნავ დაისვარა. კარგი. მადლობა. მზად ხარ? მზად ვარ. მაშინ ბრძოლის ველზე გთხოვ დედა ილდის. ქალბატონო სემი ჰამაპატიეთ. ჰოლდინგთან დაკავშირებით თქვენი დოსიე მივიღე. მაგრამ თქვენთან განხილვა არ მინდოდა, რადგან დეტალურად არ გამიანალიზებია. ესეც რაღაც არის, უკეთესია ვიდრე არაფერი. ფიქრობდი რომ უკან არ დაბრუნდებოდით. უკეთესია შენ არ დაბრუნებულიყავი. დედა, აბა? რა სიტყვით? რაზე? დოსიეზე. რა თქმა უნდა ძალიან წარმატებულია. სიმართლე რომ თქვა, თქვენს მიმართ ყველა გაკიცხვა აორთქლდა. გთხოვთ. რა საკეთებ? მომენტე. მიდი. კარგი, შენ წადი, მე ახლავე მოვალ. როცა კომპანიის ანალიზს ვაკეთებ, არ ვუყურებ რას ამბობს უფროსი და როგორ გამოიყურება. ვუყურებ იმას, რასაც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ. ამიტომ შემუშავებული პატაკი, რომელიც თქვენს წინ იყო მომზადებული, კომპანიის თანამშრომლების სურვილების წყალობით არის. მადლობა ბალჯას, ამ საკითხში ძალიან დამეხმარა. ერთი წუთით. ანკეტა ამიტომაც გატარდა? როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა კავშირი არ არის, მეგობრებო. შეიძლება ამას ალმხრივი კავშირი დავარქვათ. საინტერესოა. მაგალითად ის, რომ ბატონი სერქანი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია. საინტერესოა იქნება ის, რომ ბატონი სერქანი საკითხებს ყველას დაუკითხავად წვეთს. შეუტყობინებლად. ქალბატონო სემი, მადლობა რომ ყურადღება მოგვაქციეთ, მაგრამ ჩვენ მშვენიერი მომზადებული პროგრამა გვაქვს. მუშაობასაც ასე გავაგრძელებთ. თანაც ვინც შეემუშავა ჰოლდინგის თანამშრომლები არ არიან. არტ ლაიფის თანამშრომლები არიან. ამიტომ როგორც ჩანს პატაკი არასწორია, გაითვალისწინეთ. მადლობა ფირით. მეგობრებო, ასე არ მინდა ჰოლდინგი და არტ ლაიფი დავყო. ამიტომ მინდოდა თქვენ საყოფილიყავით. მაგრამ ჩემი აზრით ქალბატონი სემი ხამართალია. ჩვენი ახალი პარტნიორის სახით რაღაც შეცდომები აღმოაჩინა. ამიტომ სწორად ვთვლი. იმ პროგრამას გავყვეთ, რომელიც მან შეადგინა. საბოლოოდ შევხედავთ და გავაანალიზებთ. ყველა საწყობს? კარგი. მაშინ თათბირი დამთავრებულია. ენგინ. კაბინეტით კმაყოფილი ხართ? დეკორაციის შეცვლა მინდა. დარჩენენ გადაწყვიტე? მინდა ახლავე პირადად დაგელაპარაკო. როცა მოისურვებ, მაშინ ვისაუბრებთ და ამ ჰოლდინგში შენს გამო მოვედი ჩემო ცხოვრება. გავგიჟდები. ედა, რა თქმა უნდა. დიახ, მასმის. ჩვენი პირილი ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორია. ამიტომ თქვენით ის დაკავდება. სიტყვა საუკეთესო ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ზოგადად პროფესიონალებთან მუშაობ სერგან. სინამდვილეში დედა თქვენზე ვფიქრობდი. ქალბატონო აიდანზე. ქალბატონი აიდანი ოფისებს არ აკეთებს ქალბატონო სემიხა. ჩემთვისაც კი? შენ ვინ ხარ? ედა, თავად მინდოდა თქვენთვის დედა გამესნო. შესაფერის დროს. მაპატიეთ, მაგრამ რაღაც მაინტერესებს. რა გეგმა გაქვთ? ნამდვილად გინდათ კომპანიის პარტნიორი იყოთ თუ გინდათ გაანადგუროთ და გაყიდოთ? არ ინერვიულო სერგან. შენი ჰოლდინგი არ მაინტერესებს. აქ კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები. ამ დროში გადავწყვეტ. აქციებს რას ვეზამ. მესმის. როგორი სწრაფი ხარ? შენი პერფორმანსი ძალიან მომეწონა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. კარგი. საქმეს დაუბრუნდები. მართლა. თუ ეს სავარძელი გაწუხებს, შემიძლია ჩემს კაბინეტში გადავიტანო. არა, რას ამბობთ? მახსენებს ჩემი პარტნიორი ვინ არის? კარგით. ედა,
შვიდად. ედა დაჯექი იცი ბალჯა მართალია ძალიან მგავხარ შენ არა მამას შვიდად გეკითხები და ზუსტი პასუხი მინდა რატომ მოხვედი შენს გამო სიცოცხლეში მხოლოდ ერთი შვილიშვილი მყავს ყველაფერი რაც მე მეკუთვნის შენია მაგრამ არ მომწონს რომ სხვებისთვის მუშაობ ბოლათების საკუთრებაში ამ კომპანიის ნახევარი შენია არ მინდა არ ჩენ მინდიხარ არ ჩენი შესაძლებლობები საერთოდ არ შეცვლილ ხარ არა ისევ ერთი და იგივე წლების წინაც ამბობდი რომ იტალიაში ისწავლიდი მაგრამ როცა გაიგე რომ სტიპენდია მე მოგეცი უარი თქვი მართალია სიმართლე არ არის როცა ხალხ შანსი გივარდება უნდა გამოიყენო მთელი ჩემი ფული შენ გეკუთვნის ნახევარი კომპანია ხელის ერთი მოძრაობით ვიყიდე დანარჩენზე შენი ფიქრე დედა ჩემი არის ურვე დედა ჩემი არის ურვე მამაზე უარი თქვი და მათ გაჭირვებით ეს უბედური სახლი იყიდეს მათთვის ის რომ გეთქვა რასაც ახლა მეუბნები ახლა ცოცხლები იქნებოდნენ მუსტაფა ჩემი შვილი იყო ეს ძალიან მტკივნეული და ღრმა თემაა ამაზე თავისუფალ დროს ვისაუბროთ არ ვფიქრობ რომ ამდენ ხანს აგიდან ალტაკიმ ბოლოც რა დაუშავე ორივემ ვიცით რომ ბოლათებზე შურის საძიებლად მოხვედი ალტაკიმ ბოლოც რა გაუკეთე დააშინე თავთან იარაღი დაუმიზნე ადამიანის სადგაგზავნე ასეთი უბრალო ხერხებით დროს არ ვკარგავ ძალიან კარგად გიცნობ ძალიან კარგად ვიცი როგორი ეშმაკი ბოროტი ხარ მაგრამ ვერ მაფასებ ქალბატონო სემიხა აქციებს სერქანს გადასცენ და მერე აქედან წახვალ შენ გადაწყვეტ როდის წავალე და შენზეა დამოკიდებული ის ხალხს როგორ მოვექცევი სანამ აქ ვიქნები ჩემზე დამოკიდებული როგორაა ამ სერგან ბოლოც ხვდები არა მაგრამ ერთმანეთთან ახლოს ხართ წარსული გვაქვს წარსულიდან მომავალი კავშირი სისხლის კავშირზე ძლიერი არაფერია დროთა განმავლობაში გაიგებ სერგან ბოლოძე უკეთესები შეგეფერება ძალიან კარგად მიცნობ ბრავო ვცდილობ გაგიცნო შენთან დაკავშირებით ძალიან კარგი გეგმები მაქვს არც ერთი არ მანახულებს იცი კარგი მაშინ კითხვას სხვანაირად დავსვამ სერგან ბოლოთი გადარდებს დავუშვათ რომ მადარდებს რა სიზამ რა იქნება მაშინ პირდაპირ გეტყვი მომისმინე თუ შევამჩნევ რომ სერგან ბოლოთთან ურთიერთობა გაქვს თუ ვიგრძნობ ამ კომპანიას ბოლათებს თავზე დავანგრევ დედამისი და თავად ვერ შეძლებენ კომპანიის ნანგრევებიდან ამოსვლას მათ რეპუტაციას კომპანიას ყველაფერს დავანგრევ ერთ ღამეში თუ ჩემი არ გჯერა შეგიძლია ალტაკიმ ბოლოც კითხო რა თქმა უნდა თუ პასუხისგაცემის თავი ექნება ყველაფერი გააკეთე რაც შეგიძლია შენი არ მაშინია სემიხაილ დიმირ კარგად ხარ? კარგად ვარ. როგორ ჩაიარა? კარგად. ისევ იგივე თქვა. იგივე.
არაფერს მიმალა, ხომ ასეა? ხომ გითხარი, ყველაფერი იგივე. პრობლემები ჩემთან აქვს. კარგი. საქმეს დაუბრუნდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. აი, ისევ შევხვდით. მაგრამ ვერ გიხსენებთ. მართალია, სწორი ხართ. რადგან არც ისე დასამახსოვრებელი სახე მაქვს. ზოგადად ასე ამბობენ. ერთმანეთით დილას გავიცანით. დიახ, გამახსენდა. გამარჯობა. ისე ნამდვილაში გეძებდი. რაღაც მინდა რომ გითხოთ. სახალხო კემწის ყრაში თქვენ ამომიხევდით, მაგრამ დიდად არ გიცნობთ, ამიტომ არ ვიცი, რა საჩუქარი უნდა გიყიდო. ანუ შეგიძლიათ საჩუქართან დაკავშირებით პატარა მინიშნება მომცეთ. არ შეიძლება. ძალიან პატარა. არ შეიძლება. თამაში ჩაიშლება. და ვნახავთ, ასეთ პატარა დროში როგორ გამიცანი. კარგი, მაშინ იღვალს გამოვცდი. გთხოვთ. კარგი. შევხვდებით. კარგად. მეგობრებო, პრემიები, რომლებსაც ყოველ ახალ წელს იღებთ, ამ წელს ორჯერ გავზარდე. რა? ქალბატონო სემეჰა, ოფისის სახელით მადლობა. დიახ, მართლა. მეგობრებო, ნაძვის ხის ქვეშ თქვენთვის საჩუქრებია. მადლობა ედას მან დამარწმუნა. თქვენ ხომ იცით, რომ მე დიდად საჩუქრებში მაინც და მაინც ვერ ყვევი. ბატონო სერგანეს საჩუქრები წინა წლის მსგავსია, როცა ფილტრები გვიყიდეთ, ეკრანის ყურების დროს თავი რომ არ ხვდგენოდა. ყველა საჩუქარი მე ავარჩიე, საშიში არაფერია. წინასწარ ახალ წელს გილოცავთ. ბედნიერი წელი. ბალჯა, ეს შენთვის არის. ძალიან ამაღელვებელია, მადლობა. საიდან გაიგეთ, რომ ასტროლოგია მიტაცებს? თუ თქვენც? მე ასტრონომია მაინტერესებს. ძალიან საყვარელი ხართ, მართლა. მინდა სამუშაოს თავი დავანებო და კითხვა დავიწყო. ბედნიერად მოიხმარეთ. მადლობა. მე ავარჩიე, ვივარაუდე რომ დაგაინტერესებდა. შენ რომელი ნიშანი ხარ? ურო, შენზე არ ვკითხულობ. დიახ, სწორად ივარაუდე, მორიელი. შენს და ჩემს ნიშანზე აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან ამაღელვებელია, ვნახოთ რა იქნება. მოგიყვები, გელოდები. ბედნიერი წელია და შენც. კარგად, ბედნიერი წელი. შეხედე, სიძემ რა მეყიდა? ჩემს საყვარელ სუნამოზე საიდან გაიგო? მელო, ხომ გითხარი, მე ავარჩიე. დიახ, მართალია. და შენ რა გიყიდა? ჩემთვის არაფერი უყიდია. ყოილია, არ უყიდია. მართლა? ნახოთ. საშინელი სუნია. იქნება რესტორანში გვეჭამა. ჩემი აზრით ამ საქმეს ვერ გავუმკლავდი. ღმერთო, მოთმინება მომეცი. ღმერთო, ჩემი გონება შეინარჩუნე. მამიდა. კეთილი იყოს. რა გააკეთე? სტუმარი გვყავს. არა სტუმარი. ახლა აქ ვარ, შეეგუეთ. აქ რა საკეთებ? ეს კალი აქ რა საკეთებს? ბებია შენი სახლში მოეწყო. აი რა მოხდა ედა. არა. არა, ეს უკვე მეტის მეტია. ეს ზედმეტია. მთელი ოჯახით ზღვასთან თევზის საჭმელად მივდივართ. წავიდეთ. ტყუიდან გადამეყვანს, მართლა გამაგიჟებს. მე რა კედელს ველაპარაკები, რას ვერ იგებ? ვერ გავუძლებ, მივდივარ. მართალია. მართალია, უტანელია. ედა. მელო ჯერენთან ამიტომ დარჩა არა? მე რატომ არ მეუბნები მამიდა რომ ცოდნა და არ მოვიდოდი? რა არ ვუთხარი? არა, არ მისმენს, არ მიდის. მასთან ერთად ერთ სახლში არ დავრჩები. მივდივარ, თუ გინდა შენც წამოდი. და მარტო დარჩეს. არა, ჩვენ სახლს არ დავტოვებ, არ გავყვები. ჭკუიდან შევიშლები. მართლა გავგიჟდები. კარგი, დღეს წადი.
მაგრამ ხვალ ახალი წელია. გოგოები მოიყვანა, ერთად აღვნიშნოთ. ახალი წლის აღნიშვნას სემიხასთან ერთად არ ვაპირებ. სემიხასთან ახალი წლის გატარებასაც მოვფიქრობ. მეთოდს ვიპოვე, აქედან მივაბრძანებ, რა ვქნა. ისედაც ვახშამზე ალექსანდრს დაუძახე. ახლა ამას ნახავს. რას იფიქრებს? მას რა? მართალს ამბობ, არ ვიცი, იფიქრებს, რომ ხვდებით. და ალბათობა არის? არა. ვისაც გინდა დაუძახე. ამ სახლში ვისაც უნდა ის მოვიდეს. შენი სახლია. მართალს ამბობ, მართალი ხარ. კარგი. მეც ამას ვამბობ. ვერ დავრჩები, მამი და მაპატიე, მასთან ერთად ერთ სახლში ვერ დავრჩები. კარგი, დღეს წადი. ხვალ-მოხვალ. ახალი წელია. ახალი დასაწყისი. ახალი წლის დაწყება ძველი ანგარიშების დახურვის გარეშე არ შეიძლება. ასეა ჩემო ლამაზო. კარგი. ამას გადავახავთ, არ ინერვიულო. მაგრამ მომენატრები. ხვალ მოდი. კარგი, ვნახოთ. კარგი. ყურადღება მიექციე, მასთან რა სიტყვი. მასთან არაფერზე ვისაუბრებ. ედა, მოდი შემოდი. დიდი ხნით არ ვარ. ბებია ჩემი ჩვენთან მოთავსდა. ჭკუიდან გადამიყვანს. მართლა გამაგიჟებს. რკინის ნერვები აქვს. გაუწონასწორებელია, ძალიან საშიშია. ამიტომ თავაზიანად საერთოდ არ მოექცა პირდაპირ თავდასხმაზე. ედა, დაწყნარდი. იმის გამო რომ ბებია ჩვენთან მოეწყო, სახლიდან გამოვიქეცი. ჯერ ერთად დავჩები. კარგი. თუ გინდა, სახლში დავილაპარაკოთ. არა, არ შემოვალ, აქ გეტყვი. კარგი. რა უნდა მითხრა? სერგან მომისმინე. ერთად ვერ ვიქნებით, ვერ მოახერხებთ, ამას ვერ გავუმკლავდები. ჩვენ ისედაც ბოლოს და ბოლოს დავშორდებით. ან მე მოგაბეზრებ თავს, უკვე მოგაბეზრე. ან ბებია დაგვაშორებს, რამეს იზამს. ედა, რა? აქ დარჩი. რა? დღეს აქ დარჩი. სერგან გეუბნები რომ ერთად ვერ ვიქნებით და შენ მეუბნები რომ დავრჩე? არაფერი არ იქნება. ედა, რადგან ახალი წლის გატარებას ერთად ვერ შევძლებთ, მაშინ საღამოს მაინც დარჩი. კარგი. ბოლო ჯერ. ბოლო ჯერ. და შენ? სად იქნები? უამრავი საქმე მაქვს, ამიტომ დივანზე დავწევი. გახსოვს, როცა თავს დანიშნულებად ვაჩვენებდით, ტანსაცმელი შენ სახლში განვათავსე. ამის დავიწყება ცოტა რთულია, მაგრამ თამაშები აღარ არის. ასე არ არის ედა. რა თქმა უნდა, აქ ჩემი არც ერთი ნივთი არ მოგიტანია. მაგრამ სწორად მოიქეცი. სწორად. ბოლოს და ბოლოს ნივთები. მათი შემხედვარე ადამიანი უფრო ვერ ივიწყებს. მაგრამ ფიქრობ, ნივთები საჭირო არ არის იმისთვის, რომ ადამიანი სულ გახსოვდეს. ცხელი შოკოლადი გინდა? ცხელი შოკოლადი? შენ სახლში. შენთვის ვიყიდე. თუ შენ დალევ, მეც დავლევ. სად არის? კოლოფშია. აქ? ვალდებული ხარ დალიო? არა, ვითარ შემთხვევაში. დიახ. არა. ხო. არა. საყვარელო, როგორ ხარ? კარგად, სუზი. კარგად, როგორც არასდროს. ეს ისედაც ვიგრძენი, ჩანს რომ მოდუნდი. ეს გადაწყვეტილების გამოა, რომელიც მივიღე. რა გადაწყვეტილება? გადავწყვიტე საყვარელი კაცისთვის ვიბრძოლო. მთელი ძალებით ვიბრძოლებ, რომ სერგანი მოვიპოვო, სუზი. არა ჩაიფიქრე. ახალ წელს სერგანთან ერთად შევხვდები. თანაც განმარტოებით. ისე ვიზამ, რომ შევუყვარდე. გავიგე საყვარელო, მაგრამ როგორ დაარწმუნებ შენთან განმარტოებით ივახშმოს? როგორ გამოვა? რაღაც მოვიფიქრე, არ ინერვიულო. კარგი, შემატყობინებ, კოცნი. ცხელი შოკოლადი მზად არის. დაილოცოს შენი ხელები. მიდი დალიე.
ყვავილები უნდა გეყიდა. ხო, ვერ ვნახე, მაგრამ მახსოვს. ამიტომ ჯერ ყველაფერი არ მიყიდია. დიდი ხანია ვარსკვლავებისთვის არ შემიხედავს, მომენატრა. ასეა. სავარაუდოდ აქ მინიმუმ 10,000 კალორიაა, როგორც ჩანს ჩემს მოკვლას აპირებ. ჩემს გამოსიკვდილი არ გინდა? მომკლავ? ვარსკვლავებისთვის უნდა გვაყურებინა. მე ისეთ და ყველაზე ლამაზ ვარსკვლავს უყურებ. აქ მოდი. როგორ? აბა, თვალი მიადე. მუშაობს? მიდი მიადე. სერგან, მადლობა. რისთვის? შესანიშნავი საღამოა. სტრესის მიუხედავად კარგად იმოქმედა. ეს ჯერ კიდევ არაფერია. უკეთესია იფიქრო ახალ წელს რის გაკეთებას შევძლებთ. რის? ვაპირებდით არაჩვეულებრივი რამეები გვექნა. მაგალითად, რადგან გაკეთება ვერ მოვახერხეთ, მოყოლას მაშინ აზრი არ აქვს. ვერ წამოვა. ეს ვიცი. ამ დროს ვინ არის? ინგინი. გისმენ ბალჯა. გამარჯობა ბატონო სერგან. დაკავებული ხომ არ ხართ? დაგირეკეთ, მაგრამ მინდა და მეკითხა, ახალ წელს მარტო შეხვდებით? რამე დაგეგმეთ? გადაწყვეტილება მიიღეთ? გადაწყვეტილება მიიღეთ ბატონო სერგან. მაპატიეთ, როგორც ჩანს, მარტო არ ხართ. არა, მარტო არ ვარ ბალჯა. ფიქრობდი, რომ მარტო იქნებოდა? გთხოვ. კარგი, ელაპარაკე. სიმართლე რომ გითხრა, ხვალისთვის გეგმები მაქვს, რა მოხდა? საახალწლო საჩუქარი გიყიდეთ. ოღონდ ცოტა დიდია. დაცვამწაღება მთხოვა. იცით რომ გვერდით ცხოვრობ, მინდოდა საჩუქარი მომეცა. მოდი მაშინ ასე ვქნათ ბალჯა, მძღოლს გამოუშვებ და საჩუქარს ის წამოიღებს. მაგრამ ასე არ შეიძლება, შემწხვება. მინდა რომ ნახოთ. თუ არ მოგეწონებათ, დავაბრუნებ. უთხარი დაებრუნოს. შერწხვება, სირცხვილის გრძნობა აქვს? ჯერ კიდევ ტელეფონზეა. ასეთი რატომ იყიდა? გინდა გააგრძელო, თუ გინდა შენ ელაპარაკე. კარგი, დაელაპარაკე, მაინტერესებს. მაპატიე. მოსლას ვერ შეძლებ ბალჯა. გასაგებია. მე ხვალ ოფისში მოსლას ვერ მოვახერხებ. საღამოს სტუმარი მყავს. უნდა მოვემზადო. ამიტომ მინდა და პირადად მომეცა. კარგით. ვერაფერს ვერ ვიზამთ. მიდი, წამოიღე, მიდი. არა. მართლა წადი და წამოიღე ცნობის მოყვარეობისგან მოკვდები. სერგან. ძალიან მაინტერესებს. ძალიან გაინტერესებს? წადი, წამოიღე. არა. დიახ. ედა. მიდი უთხარი. გაიგებს. მე ვეტყვი. გაჩვენდი. მოდი ასე ვქნათ ბალჯა. მაშინ ახლა ვემავალ. კარგი, მაგარია. შეგიძლია მისამართი გადმომიგზავნო. რა თქმა უნდა, ახლავე. მაშინ მივდივართ. არ შეიძლება, მე არ წამოვალ, შენ წამოიღებ. შენ არ წამოხვალ? არ წამოვალ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. წადი, წამოიღე. ბალჯასთან სახლში წავალ. გეუბნები, არ წამოვალ, გენდობი, მინდი. ანუ მენდობი. გოგოებს შევხვდები. ჩვენ მოგვიანებით შევხვდეთ. ღმერთო ჩემო, ეჭვიან ედას რა მოუვიდა? არ ვეჭვიანობდი. საერთოდ? მაშინ რამდენიმე საათში შევხვდებით. არ შეიძლება 10 წუთი მხოლოდ გავს. 10? 10 წუთი. თუ 11 წუთი იქნება, მანდ მოვალ. მისამართი მეც გადმომიგზავნე. ვიდეო თვალით დაგირეკავ. ვიდეო თვალით დამირეკავ? კარგი, რამდენიმე საათში. აქ ლამაზად გამოვიდა. სინათლე ნათებს. საყვარელო, გისმენ ცხოვრებაო. ასეთი რატომ ხარ? როგორი საყვარელო? ლამაზი ნაძვისხეა, არა? საყვარელო. იცი რას ვფიქრობ? იქნებ რადგან ახალი წელია, შენები გავიცნო. ენგინ რატომ ვიჩქაროთ? რას ნიშნავს რატო ვიჩქაროთ? ქორწინდებით პირილ. თუ ჩემზე არ გითქვამს. ჩემი ხომ არ ხრწვენია პირილ. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, შენი რატომ უნდა მწვენოდეს?
აბა, პრობლემა რაშია? ჩემი მშობლები შენებისგან ცოტა განსხვავდებიან, ენგინ. არა, ეს პრობლემა არ არის. რადგან ჩემი მშობლები ყველას ეწყობიან, პრობლემა არ იქნება. შენ არ ინერვიულო. ეს საქმე მე მომანდე. მაგრამ ჩემები ყველას კარგად ვერ ეწყობიან. ისეთი ბედნიერები არ არიან. ასეთი სიყვარულით სავსეები. ძალიან დაძაბულ ოჯახში გავიზარდე, ენგინ. ჩემი მშობლები ყოველთვის ჩხუბობდნენ. ამიტომ სანამ სწავლა იყო, მასზე ვკონცენტრირდებოდი. სანამ სამსახური იყო, სამუშაოზე ვკონცენტრირდებოდი. რადგან ან იმ სახლში დავრჩებოდი, ან სახლიდან უნდა წამოსულიყავი. ამაზე ადრე რატომ არ მითხარი? არ ვიცი. იმიტომ რომ შენ სიყვარულით სავსე ოჯახში გაიზარდე. მშობლები გყავს, რომლებსაც ძალიან უყვარხარ. ცხადია. მაგრამ მე ასეთი მშობლები არ მყავს. ფიქრობდი ვერ გამიგებდი, ენგინ. შემდეგ შემეშინდა, რომ ჩემთან ყოფნას არ მოისურვებდი. ენგინ მშობლებთან არ ვურთიერთობ. მე შენ ძალიან მიყვარხარ, ფირილ. ძალიან. მეც ძალიან მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. ერთი წუთით? რა? რა თქმა უნდა. რა მოხდა? ახლა ყველაფერს მივხვდი. რა? შენი შრომის მოყვარეობა გულფიცხობა ამ ყველაფრის გამოა. არა. სიმართლე თქვი, ამიტომ არა? ამიტომ ხო? გოგოებო, სად ხართ? გადავწყვიტეთ კინოში წავსულიყავით, რადგან თქვი, რომ არ მოხვიდოდი. მოწყენილი ხარ, შეგვიძლია გადავდოთ. არა, წადით. სად ხარ, სასტუმროა? სერკანის სახლში ვარ. სერკანის საძინებელია. რა? საძინებელი? იქ როგორ მოხვდი? აქ მოვედი. კარგი, გოგოებო. ძალიან დავიბენი, თქვენი დახმარება მჭირდება. სერკანის საძინებელში ხარ და ჩვენი დახმარება გჭირდება. რის მიღწევას ვცდილობ? ასე არ არის. ჯერენ შენ ხომ მიცი? გეუბნებოდი. თქვი რას გულისხმობდა და გისმენთ? სერკანს უნდა რომ ახალი წელი ერთად დავღვნიშნოთ. ძალიან კარგი სიახლეა. ძალიან გაბედულია. ახალი წელი, ახალი სერკანი, ახალი ცხოვრება. იქნება მას მიანიშნებდა. ფიქრობთ ცდათ ღირს. დიახ, მაგრამ გადაწყვეტილება კიდევ ვერ მივიღე. ძალიან დავიბენი. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ახალ წელს ახალი ცხოვრება დაიწყო? არა, ხალხი არ იცვლება. მე ასე არ ფიქრობ. დიახ, ადამიანის შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ ფიქრობ სერკანის შანსს იმსახურებს. დიახ, სიყვარული ადამიანს ცვლის. ფიქრობ ცდა ღირს. თქვენ უფრო დამაბნიეთ. მადლობა. არაფრის, ჩვენი მოვალეობაა. სერკანი სად არის? აქ არ არის, გავიდა. იქ მარტო რას იზამ? არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებ. კარგი, მაშინ გავთიშავთ, დავაგვიანებთ. კარგად. კარგად. ედა იმის ყველაფერი კარგად არის. სერკან, აქ რას აკეთებ? 10 წუთიც არ გასულა, რაც შემოვედი. სახლი ახლოს არის. სანთლები. ჩემი აზრით, მშვიდად ხარ. დიახ, გადავწყვიტე აბაზანა მიმეღო. სწორად მოიგეცი. თუ გახვალ, ამოვალ და შენთან მოვალ. ო, რა თქმა უნდა, 10 წამი მომეცი. სერკან, ჩემი გესმის? კარგი, ეს მომენტი ჩავიბეჭდე. გაერთე. არიჩქარო, კარგი? მელო,
ასეთი რომანტიული ფილმი რატომ აირჩიე? ახლა რომანტიზმისგან გული ამერება. რატომ მე ძალიან მომეწონა? რადგან მე თავად რომანტიული კომედიების გმირი ვარ. მე ძალიან მომეწონა. შენ შეყვარებულიც არ ყავს და რომანტიული ხარ. ეს როგორ? მათი რომანტიკა ჩემსაც არ ემთხვევა, ამიტომ რომანტიული მარტო ვარ. ეს როგორ მელო? გაჩერდით. თვალები დახუჭეთ. წარმოიდგინეთ. თქვენი საყვარელი მსახიობი ამოირჩიეთ. შემდეგ ხელი ჩაკიდეთ და დასასვენებლად წადით. ღმერთო, ამაზე ოცნებაც კი მაგარია, ძალიან რომანტიულია. დიახ. არა. ჩემი ერთადერთი ახალი წლის მოლოდინი მისი კარგად დაწყებაა, რადგან თითქოს არასწორ მამაკაცებს ვიზიდავ. შეყვარებული არ მინდა. გავოცდით. მუქო გოგონა, ასეთი რატომ ხარ? არ იფიქრო, რომ შენი სილამაზე სამუდამოა. გეფიცები, შემდეგ დაჭკნები და მარტო დარჩები. დეიდა ნეჯლასა ვითიქნები. დეიდა ნეჯლა? დიახ, დეიდა ნეჯლა. დეიდა ნეჯლა ვინ არის? დეიდა ნეჯლა შინაბერაა, დამჭკნარი. არც ერთხელ რას ხაზავ? ამსტერდამის მუზეუმის პროექტს. როგორ მოგწონს?